ისეთი რომ უნდა დაიწყოს. აი მაშინ ესე გავაკეთოთ, რა თქვენ ნამდვილად პასუხს ამ სიტყვაზე არ არის არ მოგთხოვთ, მაგრამ გააკეთოთ სწორედ პასუხი. თქვენ შემთხვევაში, ბატონო დავით, თქვენ შემთხვევაში, ხელისუფლებაში, თქვენ პირადად თქვენ ზე არ მახსოვებთ. ბატონო, შემთხვევაში როგორ იქნებოდა შედეგი? ბატონო, ამას პასუხი. შეგნებული ხელისუფლება ყოლოდა არავითარი პრობლემები კონფლიქტის ზონაში არ იქნებოდა. ეს არის ჩემი მოკლე პასუხი. თქვენ რომ ყოველ დღე ერთი გაგდებოდა, საშუალო რა დაგუდებოდა, ეს იყო იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლებას არც ნორმალური პროგრამა გააჩნია, არც იცის როგორ მოაგვაროს ეს კონფლიქტები, არც იცის წინ როგორ განაბიჯები გადადგეს. ეს იყო სული ავანტურა, მაგრამ ვიმეორებ, კი ბატონო პროვოკაციაზე წამოიგო ასეთი ახლა ვერსია რომ არის დიდი ვარიანტი და მე შევყვანა ჯარები თქვა. ყველა ვარიანტი მაინც ავანტურა იყო, იმიტომ რომ ეს იყო წაგებული ომის თავიდან დადებული. როგორ შეიძლება რუკ არა გასახში, ნახეთ საქართველოს ზომა და რუსეთის ზომა. გათვალეთ რა არმია ყავთ იმათ, შეიძლება ჩვენი ბიჭები უფრო უგუცეთ იყო მომზადებული, იმიტომ ამერიკელები ცდილობდნენ ნატოს სტანდარტებით, კი ბატონო, ახალი ტანკები ყავდა, რომლებიც სხვა რუსებმა წაიყვანეს და ნაწილი ოსებს აჩუქეს. სხვა შორის და პარადი მოაწყოს ისეთი ტანკებით, როგორც რუსებს არ ყავდათ არმია. ბატონო, რუსეთის ტანკებით რა გასნიერად უცნაური მანქანები წაიყვანეს და ვიმეორებ ლაპარაკი იმაზე რომ აი 8-ში დაწესებულით არ მიიღოს საქმეს მაგამდე აი ეს არის მთავარი მეტი კი არაფერი მე ვაკეთებ არა იმაზე რაც მე მოხდა მე რაც მოხდა ნორმალურია რომ თქვა 10-ში დილით უკვე კაპიტულაციას მოუწერა ხელი სააკაშვილმა ნორმალურია იმიტომ განერეთ უნდა ეომო რუსეთს ამერიკას ეშინია რუსეთთან ომი და ევროპასთან საერთოდ არაპირებს იცის რა არის და როგორ არის და ეს კიდე გამოდიოდა ვიღაც არასერიოზული ხალხი ერთ-ორჯერ აქაც იჯდნენ და ჩვენ თუ დაგწე და ჩვენი არმია მოსკოვს წაიღებს. აი ეს არასერიოზული ხალხი იყო ყველა იცით ყველა ვინიყო ეს გითო ისტორიკოსი. მე მინდა აი ამ მაყურებელს ვთქვა ხელია საჭესეს ამ პატარა ერივას დაუკვირდით აი იგივე თქვენ მინდა გულწრფელად რა მებრძოლი ყოფილხარ alles რა არის აფხაზეთის ომი როგორ შეიძლება 65,000 კაცი ანკლავს სეპარატისტულ დაჯგუფებას 5 მილიონიანი ქვეყნისთვის მოეგო ზონა. რუსეთი გვერდოდა იქ, ეს თეორიულად გვერდ რუსები არიან რომ მე გაჩვენენ. ახალ რუსეთი იყო ხოლმე. ასე ჯარები შეყვანა იქ იმ კონფლიქტის ზონაში, პირდაპირ საბაბე მივეცე და ეგრეთადე შემოგვიდგინა. და კიდევ ერთი ნორმალური შეგდებული ადამიანისთვის არსებობს შიშის გზნობა. შენ თუ შიშის გზნობა არ აქვს. შენ აი შიშის გზნობა არა დის ის მარიც დაისისხება და ამას ყველა სისულელს გააკეთებს. კი და ნორმალური ადამიანმა იცის ახლა რომ მაგალითად იქ აღმოწახვიდე, ის არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს არის ფოქს ბამს უასწავლიან, ეს არის ის გადარჩენის ინსტინქტი, ეწოდება რომელიც აქვს შეგნებულ ადამიანებს. აი ამ სქემიდა და თუ შიშიფდობა არ აქვს საერთოდ მაპატია და ასათიანის ქუჩა რომ არის ეს კაი დაწესებული და ვიზარალეს ამეთი და ბატონო დიდი მადლობა გითხრათ პროცესს შევეცადეთ რაღაც ამდაგვარი ამოგეწურა თემა რა გვაქვს და რა გვერდიზა ნახოთ რა იქნება მადლობა გითხრათ მომგზავრი დავგებოდეთ ნიკო რელაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი ამ მეორე ბლოგში ალბათ საერთოდ Feristovare ბოდიში ვიდა მოგეხადოთ ტექნიკური პრობლემა არის და უნდა ვაპატიოთ ბატონო და ჯავახიშვილი გახსოვ ფერისტოვარე ბატონო და დიდი მადლობა რომ მოგზაურდით ჩვენთან და მინდოდა მესაუბრა აი ამ ფინანსურ ხელებზე და დამეწუნეთ თქვენზე კვალიფიციურად და თქვენზე ასე ვთქვათ ეტაპურად საფრთხეზე ბევრი საუბრობს აი ძალიან ბევრი კითხვებია ძალიან ბევრი უცნაურობები ახლავს აი ამ რაღაც გიგანტურ ფინანსურ ხელებს საქართველოში და აი თქვენ გაყოლენების ხალხზე ახურჩებით კი დასაგებია რომ აი მაშინ საბანკო სისტემას ძალიან დიდი დათხოვნებია და მე მგონი ამ საკრედიტო აგენტების მასშტაბური გათავისუფლება ხდება მაგრამ ეს არის ეს ბანკებიდან ვალუტის გამოდანა თავისუფლად შეიძლება მე არის ევროპაში მე მგონი არ არის ესეთი თავისუფლება ესე ვთქვათ ანგარიშებიდან სახის მოხსნისა და
რა სპეციფიკა არის ჩვენთან, რა სპეციფიკური სიტუაციებია და ჩვენი ესე ვთქვათ საჯარო მას გვიშვება შემოგვიძახებს რომ რთული და კრიზისული 6 თვე გვექნება. საერთოდ როგორ მივიდივარ და რა გვეშველება. ჩვენი საჭიროებელი როლი გარჯურად გაუძლებს. ხალხი საჭიროებელია და არის უფრო სერიოზული პრობლემა. ისე რა შეიძლება ხო ბანკებიდან ხალხის განთავისუფლებას აქმენ, ერაფერს მოულოდნელს ვერ ხედავ. საფიქრალი გამიჩნდა მე, როცა ამ ხალხის აყვანა დაიწყეს და რაღაც წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია სამოხმარებლო კრედიტების გაცემამ და მათ შორის ძალიან ბევრი ამერიკაში იყო. ძალიან ბევრი ეს კრედიტები გაიცემოდა პრაქტიკულად უზრუნველყოფის გარეშე და მაშინ მივხვდი რომ ეროვნული ბანკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა, იმიტომ რომ ჩანდა უკვე რომ ეროვნული ბანკი თავის საზრდამხედველო ფუნქციას უკვე მაშინ ვერ ასრულებდა, თორე საქართველოს სამართლის სისტემაში არ უნდა ყოფილიყო ესეთი აპატიებთან გამოსვლაზე აღარ ახსნილი. ეს ამ შეგეიფენოდა რომ რაფიაზამის ყვეს მაშინაა ჩვენი თანამშრომლები თუკი დავუშვათ ამ მობილური წიდვას ან საერთის მანქანის წიდვას აპირებდნენ და ჩვენგან მიქონდა ცნობა ხელფასის შესახებ ეს ქვეყნის ძალიან უზრუნველყოფის გარეშე გაიცემოდა კრედიტებიო მე არ მახსოვს რომ ჩვენ მიგვეცა ცნობა თანამშრომლისთვის და ბანკის მუშაკს ოფიცერს ეძახიანი პირადად არ დაერეგოთ ჩემს და ამ ადამიანის გარანტორი ხალხო შეიძლება გაფაროს რომ კრედიტებზეც კი არის ეს დეტალურად ითხოვდნენ ჩემგან ინფორმაციას და სიტყვები იმას ხოცირდნენ ჩემგან. თქვენ რა გარანტიას გაგზავნით რომ ამ თანამშრომლებს ქვეყანას უდაეცია არ გაანთავისუფლებდით სამსახურიდან? თუ განთავისუფლების მერე აუცილებლად გადაუხდით იმ ხელფასს? არ ხდება ეს მასე და მე განსმულეთ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში და მე ეს ახლა გამიგია. მე არ მუშაობდი არასდროს და ჩემთან ვინ მოვიდოდა, მაგრამ ძალიან ხშირად გამიგია, რომ აი მეგობრებს თხოვდნენ, რომ იქნება ამისთან ხელფასი მომცე ამ ფასიანი. ვინაიდან სულ არ მუშაობს იქ და ის აწარმო თვითონ არის მდგომარეობა შევარდნილი, რომ თავის ხელფასი ვერ აუღია, მაგრამ ესეთი შემთხვევები მე გამიგია. მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა რომ ზარჯიხარით ისიც საკმარისია. აი სხვა ამბავია, რომ გარანტიას ღებულობდნენ, თქვა თქვენგან. აი ამ პერიოდში თქვენ იმას ხელფასს გადაუხდით ყველა შემთხვევაში და ამას არის ხო ფიძებოდი რომ ნორმალური არის ხელფასი ნორმალურია და შეიძლება მე მგონი უცებ მოიხსნა ეს პრობლემა აი მაშინ ხდებოდა თანამშრომლების ძალიან სწრაფი ტემპით აყვანა და ეს ერთდროულად მიდიოდა მაშინდელ სასაქმების ეგრეთ წოდებულ პოლიტიკაში და ეს იყო უსაფუძვლო და არასწორი ეხლა იძულებულები გახდნენ შექმნილი სიტუაციიდან რომ ბანკების ლოგიკური საქმიანობის მასშტაბებში და ჩარჩოებში ჩატეულიყვნენ და ეს აბსოლუტურად ასე ვთქვათ საფუძვლიანად ვერ გეტყვით მაგრამ სწორი მიმართულებით არის სულ ეხლა როცა ბანკებმა შეაჩერეს შეაფერხეს შეამცირეს კრედიტების გაცემა იმიტომ რომ ბალანს ლიკვიდურობის პრობლემები წამოვიდა თავისთავად სამწუხაროდ არა იმიტომ რომ ეროვნული ბანკი თავის საზრდამხედველო ფუნქციის სწორად განხორციელების ფორმით ავალებს ბანკებს და უზღუდავს არა უბრალოდ ფიქიურად მივიდნენ აქამდე და გახსოვთ თქვენს ეთერშიც კიდევ ერთი წლის წინ შეიძლება ცოტა უფრო მეტის წინ ვამბობდი რომ აუცილებლად ესეთი გამოდევნება სამოხმარებლო კრედიტებისადმი გამოიწვევს საბანკო კრიზისს არა მარტო სამოხმარებლო კრედიტებზე ქონდა საუბარი და მე ვიტყვით რომ სამოხმარებლო კრედიტი კიდე აქვს ერთი სერიოზული პრობლემა მე ამ შემთხვევაში პატარა საყვედური ჟურნალისტების მიმართაც მინდა გამოვთქვა რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად აკეთებდნენ მოსახლეობას რომ აი საბანკო სისტემაში კრედიტების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვნად ტემპით იზრდება და აქ მთავარია აი საქართველოს ეკონომიკაში დაბანდებულია ამ ხელა თანხა და ეს მილიარდები იყო ესე უსიამოვნებს ხო როცა საქართველოს საბანკო სისტემა მილიარდობით დებს ქვეყნის ეკონომიკაში და შეუულებრივი მოლოდინია რომ ეს როდესაც შედეგს გამოიღებს და ქვეყანამ თავისი ეკონომიკური სიძლიერის რაღაცა დონეს მიაღწევს. მე ერთად ყურადღება სამოხმარებლო კრედიტი ეს სულად არ არის ქართულ ეკონომიკაში ჩადებული